საბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უიმისო არაფერი შექმნილი, რაც კი შეიქმნა. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა, ზეგარდმო არსნის სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. ქართული ხალხის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ქრისტიანობის მიღება. ძველი წყაროების თანახმად საქართველოში ქრისტეს ჯული იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათიამ. სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა უფრო გვიან, 326 წელს, როცა გადმოცემის თანახმად კაბადოკიელი ქალწული ნინო თავისი თმით ბაზის ჯვრით შემოვიდა ქართლში, მოაქცია მირიან მეფის ოჯახი და მონათლა ხალხი. მწვერვალებს ქარი რძის ფენილს ხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ თოვლიდო ჯავახეთის მთათა ზედა ბატყეებში ქარიშხლები ბღავდნენ. მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედად რწოდა ქარი. მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი. თოვლის მთებით კვირდებოდა უცხომგზავრი, ვის უნახავს ვარდობისას თოვლი თებზე. მიეძინა ეს წალკოჩი მიეძინა დაბშატემბა ბძისკენ მოუჩრდილესო. ეს ვინ არის გამოცხადდა მგზავრის წინა, ნუგეშინი მიუგებდა იესო. გაიღვიძა სიგრძნო მშობლისევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს. თოვლიდო ჯავახეთის მთათა ზედა დატყეებში ქარიშხლები ბღავდნენ.
ადრეულ ხანაშივე გაქრისტიანებამ განსაზღვრა ქართველთა კულტურული ცხოვრება, ერის ზნეობრივი იდეალები. ქრისტიანობამ მოიტანა ახალი თვალთახედვა, ღმერთის სიყვარული არს და სიყვარულზე დაფუძნებული სახარების შეღონება. გიყვარდეს მოყვასი შენი, აი რაც წერდა ილია ჭავჭავაძე, ვით მამაზეც ისა, იყავ ჩვენ სრულიო. რაოდენად დიდებაა და პატივი კაცის ფუნებისა, ამ 6 სიტყვაში, ღვთის ბაგეთგან წარმოდგენილში, ესოდენი განცდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა, ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა. ქრისტიანობის შემოსვლა ყველაფერი შეიცვალა. ქართველი მემატიანი უჩვეულ მხატვრული სახეებით გვესაუბრებ. აჰა ესე რა, ცაი ქუხდა და ქვეყანა ეძროდა, თანი კრთებოდეს, ბორცუნი იმღერდეს, ზღვაი დგა, წყალნი აღმართ დიოდეს. ქრისტიანობაზე მოქცევით, თითქოს გეოგრაფიული გარემოც გარდაისახა. ქართლის უძველეს სატახტო ქალაქის, მცხეთის სიახლოვეს, ჩვენ ნაწინაპირებმა გოლგოთა წარმოედგინეს მთა, რომელზეც შემდეგ ჯვრის მონასტერი აღმართეს. სახარებისეული სახელწოდებები შეარქვეს სხვა ადგილს. მცხეთას ქართული იერუსალიმად მოიხსენიებდნენ, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის საპატრიარქო ტაძარს სიონად მოიხსენიებდნენ. აქვე მტკვრის ნაპირას, სადაც ქართველები მოინათლნენ, დღემდეა შემორჩენილი მღვიმე ეკლესიის ნანგრევები. ამ ადგილს ბეთლემი ეწოდება. 1 მაისის საჯარო სკოლა შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლი, არამედ ერის მამაა. მის ღვაწლში ერთდროულად იგრძნობა სულიერი მამობის. მის სახელით თითოეულ ჩვენაში იწვევს სიტყვის, სიმშვიდესა და რწმენას. მისი სიტყვა ნუგეში, მისი სიჩუმე ლოცვა, მისი გზა მაგალითი. ჩვენ საჯაროდ პირველად გვეძლევა შესაძლებლობა ყველას მოგისამძიმრო. ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღოლის, სრულიად საქართველოს დიდი კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალება. გთხოვთ, მოიხადოთ წუთიერი პატივისცემა სიჩუმით, გულით და მადლიერებით. ეს არის ჩვენი მცირე, მაგრამ გულწრფელი მადლობა იმ დიდი ღვაწლის, რომელიც მან ჩვენი ერისთვის გაიღო. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული სილათლითაა სავსე. ეს არის წუთი, როცა სიტყვების კიმოკრძალები დგებიან და გულები უფრო ხმამალ აღაღადებენ. ილია მეორე არ არის მხოლოდ სასულიერო პირი, ის არის სიმბოლო ერთიანობისა, მოთმინების და რწმენის. მის თვალებში თითქოს თეიერის ტკივილი და იმედი ირეკლება. ამიტომაც მისი დამსახურების სრულად დანახვა მხოლოდ ფაქტების შემოთვლით შეუძლებელია. ის უნდა იგრძნო, როგორც სიმართლე, რომელიც უღად ანათებს და გზას გვიჩვენებს. ილია მეორე თითქოს დროის მძიმე მდინარეში მდგომი უხილავი ხიდია, რომელიც ხალხს წარსულსა და მომავალს შორის აკავშირებს. მისი სიტყვა ხშირად უფრო მეტია, ვიდრე ქადაგება. ის არის ნუგეში, იმედი და სიჩუმეში ნათქვამი ლოცვა. მის ღვაწლში ერთდროულად იგრძნობა სულიერი მამობის სიმტკიცე და ადამიანური სიტყვა. რთულ წლებში, როდესაც ქვეყანას გზა ერეოდა, მისი ხმა იყო ზარი, რომელიც არ გვაძლევდა დავიწყების უფლებას. ვინ ვიყავით და საით უნდა წავსულიყავით. ადამიანი ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს საკუთარი ცისა, საკუთარი ილია მეორის სოფხედველობა ეფუძნება ქრისტიანულ ჰუმანიზმს, რომელშიც ღმერთი, სამშობლო და ადამიანი ერთი მთლიანობის განუყოფელი ნაწილია. მისი მოძღვრება არა მხოლოდ რელიგიურია, არამედ ეროვნული და ეგზისტენციალურიც. ყოველი ჩვენთაგანი არის გამონახული საკუთარი მიწისა, საკუთარი ხალხისა. და თუ ადამიანი მახსენდება ერთი არც თუ გავრცელებული ხალხური გადმოცემა, რომელიღაცა შაჰისა და ქართველი მეფის შესახებ. იმ შაჰს ჩვენი მეფე დაუბარებია. მეფეს შაჰის უერთგულესი ვეზირი ღალატშის დებდა ბრალს. ირანის მბრძანებელმა ყველაფერი დაწვრილებით გამოიწია და ის ისე იყო ქართველი მეფის ერთგულებაში დარწმუნებული, მის გაშვებას აპირებდა. რომ სასოწარკვეთილმა ვეზირმა ცალკე საუბრის ნება თვალს თხოვა. მოახსენა, გაატყობლებს მბრძანებელო, გულში ამ გიაურს ნამდვილად შენი ღალატი უდეს. თუ გსურს ჩემის ტყვევის ჭეშმარიტებაში დარწმუნდე, მაშ გაგზავნე ხალხი. საქართველოდან ტომრით მიწა ჩამოატანინე. ეს პირი მეფე ზედ შევაყენო და მხოლოდ მის შემდეგ დაკითხიო. შაჰი მრჩეველს დაყაბულდა. შორეულის ბაჰანში მართლად ჩაიტანეს ქართული მიწა. იხმეს ჩვენი მეფე და იქ შედგომა უბრძანეს, სადაც ეს მიწა იყო მობნეული. მოხდა სასწაული.
მეფე რომელიც აქამდე ერთგულ ქვეშებდომა და თვინიერ კაცად აჩვენებდა ბრძანებელს თავს, ახლა კადნიერად დალაპარაკდა. სისხლიან შահს ყველაფერი პირში მიახალა, რასაც ფიქრობდა და განიზრახავდა. ასევე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ეროვნული ნიადაგი, რომელიც ძალასა და ენერგიას ანიჭებს მას. ამ საფუძვლის გარეშე საერთოდაც ძნელია სრულყოფილი არსებობა. უამფესვებოდ, უნიადაგოდ, ურწმუნოდ, გარეგნულად გაიადვილოს იქნებ კაცმა ცხოვრება, მაგრამ ცხოვრების ამდაგვარი წესით ალბათ ყველას გახსოვთ ერთი ბიბლიური სიუჟეტი. სოდომის ცოდით სახელით რომ არის ცნობილი. ერთხელ კიდევ გავახსენებთ ბიბლიაში აღწერილ ამბავს, როგორც იყვნენ გამოერბახონ ცოდნის დედა. ქალაქებში სოდომსა და გომორში ვერაც არ გაგონილი ცოდვა ტრიალებს. ადამიანები გაიყვნენ, გათახსებდნენ, ზნეობა და სიმისი დაივიწყეს. აღარ ქონდათ თვიში და რიგი. სილუწის მორევში გადაშვებულიყო. მეზობელი მეზობელს არიდობდა, ძმა ძმას, შვილი მშობელს და მშობელი შვილს. განრისხებული ღმერთი იაჰვე, სოდომისა და გომორის დედაცელულ ცხოვრობდა დასაჯელად მიეშურება. აბრაჰამა გაბედა კითხა უფალ თავისას. ნუ თუ მტყუანსა და მართალს ერთნაირად გაანადგურებ, თუ 50 მაინც იქნება ღვთისმოსავი და პატიოსანი, მათად დაწმეთ. თუ 50 იქნებიან მართალნი, გადარჩება ქალაქი იგი. მიწავარ და ნაცარი შენი. თუ 45 მაინც იქნება ღვთისმოსავი და პატიოსანი, მაშინ თუ 45 იქნება, არც მაშინ გავანადგურებ. თუ 40, არ მოსწო. თუ 30, შეწყალებული იქნება ქალაქი. თუ 20, 20 საკმარისია შესაბრალებლად. თუ 10. 10 მართალი და ღვთისმოსავი კაცი საწუთი ღვაპატიან მთელ ქალაქს დანაშაულს. ამ სიუჟეტს ღმრთ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ერი, რომელსაც ღვთის მიერ ხელდასმული ადამიანები ჰყავს, მართალნი, პატიოსანი, საქვეყნო ინტერესებისათვის მზრუნველი, მოყვასისათვის თავშეწირული, უმრავლესობა გადაგვარებული და ზნედაცემულიც რომ იყოს, ღირსი არსებობისა. საბჭოთა პერიოდი საქართველოში იყო სულიერი სიცარიელისა და იდენტობის ღვევის ხანა. დრო, როდესაც რწმენა ჩუმად უნდგავდა. ეკლესიები დაკეტილი იყო, ზარები დადუმებულნი, საზოგადოება უღმერთობის იდეოლოგიით იყო მოცული. ილია მეორე რწმენას არ ქადაგებდა მხოლოდ სიტყვებით, ის მას სიცოცხლით ამტკიცებდა. მის ქადაგებაში იგრძნობოდა სიმშვიდე, რომელიც შის ამარცხებდა და იმედი, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებთან აბრუნებდა. ილია მეორე იყო პირველი მღვდელმთავარი ქართველთა, რომელმაც ჩვენ სამღვდელობაში დროთაგან დაჩაგრულს ჩაჰბერა სული და მისცა ძალას სამოქალაქო ცხოვრებისა. ღმერთი სიყვარულია, სამშობლო მკეთრაკისთვის ღმერთი არ არის მხოლოდ ჩორეული მკაცრი მსაჯული. მისი წვენის ცენტრში სიყვარული დგას. ღმერთო მიიღე ვედრები, ეს ჩემი სათხო ვარი, არ დამეკარგოს გული და მე შენი სახსო ვარი. გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკილა და ვფხიზლოვდი მუდამ მზად ვიყო და ჩაგრულების მცველა და ბალახი ვიყო სათიბი, არამწადიანი ცელობა, ცხრადვე მამყოფე ისევა, ო დამშორდეს მგელობა, არ წამიხდინო მეუფე, ეს ჩემი წმინდა ხელობა, მაშ რომ ესაკეთილო და თუნ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილს საგვოდ არ გამიხადო, ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, ნათოს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლენ ქვეყანაზე და გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლ და კარგულსა, შუბზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს, მადლს გულზე ცეცხლის დებელსა, ნუ დაუძვინებ ოცნებას, შენს ხმას სხივ გამომყებელსა, სიცოცხლე დუხის ბეჭავსა, მიძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი ღრმა მწვავე ჩემის გონების საბანზე. გონებას ფიქრის ტანჯავდეს, გულს ცეცხლის წავდეს ძლიერი, შიოდ წყუროდეს კეთილი, ვერ გავცხე მოკვდე მშიერი. ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეწუხებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინ ავგრძნობ ლაღადა. ფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო ჟამი, სულ ბოლოს ამოგშვენისა. სული შენ ლეში მიწასა, აღარ ავგლობ ამას, შვილი თევზი წყალს, ცასა ვარსკვლავი, შვილი დედას და მამას. იგი ხშირად ამბობს, რომ რწმენა მხოლოდ რიტუალების შესრულება არაა, არამედ ღმერთთან მუდმივი კავშირი და მასზე მინდობა.
შენთაგან მასვენი ნებათგან ბოროთ ხელვილი ნუ თუ მამასა არ გახქონდეს გულის ტკივილი ოდეს იხილოს განსასწრებში შემწოდე შვილი ჰოი სახიერო ნუ წავრკვეთ მესასოებას პირველ უმანკო თვით ადამმაც სოდა შენს ცნებას უმსხვერპლად წადილს სამოთხის სამშვენიერებას განაიხილა სასუფევლის მან ნეტარება ცხოვრების წყარო მას წმინდათა წყალთა შენთა დამინქე მათში სალმობანი გულისა სენთა არა დაჰქრულო ნავსა ჩემსა ქართანებისა არამედ მოეც მას სადგური კუდროებისა გულთა მხილავ ცხადა არის შენთა გულისა სიღრმე შენ უწინარეს ჩემსას უწირას ვიზრახო მე და ჩემთა ბაღეთ რაღა დაურთ შენ და სათქმელად მაშა დუმილიც მემითვალე შენ და მილოცვა ილია მეურის რწმენა გამოირჩევა საოცარი სიმშვიდე. მისი ცნობილი ფრაზაა ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ღვთის განგებულებისადმი უპირობონდობას გამოხატავს. ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ. ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახა რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო ჩიში და ღელვა განა ვერატყობა მარგი ხდება. ნუ შიშო უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. და შენი ტანჯვა ატყობ იწყება. მაშინ მოუხმე თვით და გონებას. თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომს დაგარწმუნონ შენ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და დაინახავ რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც იმეც აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ცოდები გაქვს სული დაეც ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება ის მოწყალია ყველა ცოდვის და ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სივნელე ნათლით იცვლება, როცა არ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა იწმუნებს სიტყვები ძალა და ეს სიტყვები შენთვის იქნება, სხვას აუხსენ და შთააგონი რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზროსი კითხვებს, ღმერთის სწავლობით სულ ყველაფერი კარგად იქნება.
ცხეთი სიწმინდეში მადრი დაფთიანობს სენსი დაყვებილი წმინდა თვალები გაქვს ჩემო პატრიარქო სენსი დაყვებილი წმინდა თვალები გაქვს ჩემო პატრიარქო პატრიარქმა გააგრძელა ილია ჭავჭავაძის ტრიადა, ენა, მამული, სარწმუნოება და მას ახლებური სიცხლე შესძინა. მისთვის საქართველო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული, ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომლის გადარჩენა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეზე გადის. ქართლის დედაო, ძუძუ ქართლისა, უწინ მამულსა, უდდიდა შვილსა, დედის ნანასთან ქვითინი მთისა, მას უმზადებდა მომავალ გმირსა. თუმცა სიცოცხლე ცნეულ თათოს წვალება არის, მაგრამ ჰე ღმერთო, გმადლობამ დღეს რომ შემასწარი და აქამდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება, ჩემი მამული საქართველო დღეს მიცოცხლდება. ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი, იგია მარტო თავისი დედის ნუგეში მცემელი, იგია მარტო ჩემი სიცოცხლეი და სიხარული, იმითი მიდგა სულსა ტანში უძლური სული, ჩემს სიბერესა მისაღდომად იზღამშთენია, მაგრამ მამულო წაიყვანე დღეს ის შენია. მოვიდა დიდი ხნის სანატრელი დედაო ამბავი, ჩვენი ქვეყანა საქართველო გაღვიძებულა, მთელი კავკასი მტერზე დრის ყვაში აღმოჩინაო, ერთი აზრით ერთისას ნოყით აღიარებული, მომილოცნია გაგვითენდა ძმის ბნელი გამი, მაგრამ შენ წუხა, თითქო ამ თქმით მე ვერ გაა. მე ვწუხარ მარტო მასზე, რომ ჩემს სიბერესას ანუ გეშებლად მხოლოდ დღე ერთი მოეცა შვილი. მე ვწუხარ მასზე, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესსა მხოლოდ დღე ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი. ამაზე ვწუხარ, მაგრამ ამას რაღა ეშველოს, ღმერთს მარტო ერთს თხოვ, მკვდარი დედა ძემას სახელოს. როგორ მეც გზავნი საომრა დედის ერთასა, რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენი სახსნელა. სულზე და დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა, რომ შვილი ამ დროს არ გაგზავნო ძმათა საშველად. ღმერთმა გვაშორო შვილო იმას სირცხილსა, რომ შენ შინიჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიონ. ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა, მას შვილითვისი ჩემო კარგო არ ხვარებია. ვაჟკაცად იყავ, ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს. არასდროს ამყარები ხარ ისე, როგორც დღეს შენ დედაჩემო, რასაც ამნუკავ აგისრულდება. შენგან შობილი შვილი განაღდალად მოკვდება. არ იცი შვილო როგორ მიიღებს მე ეს სიტყვები და ვერ შემშნევ მაგას ჩემგან ისე მოვკვდები. იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოუკრებ, ვიდრე საომრად შვილო ჩემო შენ გაგისტუმრებ, რომ სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოსა. მერე კი ვგრძნო, ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს. მიმიყვა შვილო, დავანახე ქვეყნის ამხსნელნი, რომ ვით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.
შეხე დედილო ამ განწილულ ხმაწვილ კაცობას ისე მიდიან სასიკვდილოდ როგორც დღეობას შეხე ხალხი რარიგ ლოცვი ჯარსა აცილებს დიდი პატარა მხიარულებს შენ რა გატილებს ღმერთმა კურთხევადით საქმეში წინ წაგიმწყაროთ ჩვენ კი დედებმა ღვთის წინ უნდა ცრემლები უღვაროთ მიმიყვა შვილოს ლოგინთან არ გიყვარს დედა შენი მოხუცებული მე რომ მიყვარს მასთან დარჩი მე მამული მართლა მამული იგი უფრო საყვარელია მას წადი შვილო ნუ გვიანდები ღმერთი იყოს შენი მხსნელია მაგრამ ვიშ მე რომ უშენოდ მარტო მოვკვდე ვიღა დამმარხავ წადი ნუ გვიანდები ეჰა მამული შენისად ფობი ძალასა ღვთიუს რა დაუდგება კდის სიმაგრესა აძლევ უძლუს ოდე შენ და მის სიყვარული დაიძვრის გულში დედაც კი შვილის სიყვარულს კლავს შენ სიყვარულში შვიდობით დედი მეძნელება შენი დათმობა მაგრამ უფრო ძნელი არის მამულის გმობა აიმე შვილო შენ წასვლასთან მიიქრება ალი ჩემი სიცოცხლე ძნელია უშენოდ ყოფნა მაგრამ დიდხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალმა აჯობა Ters nu da morciudები. ჯაბან სიცოცხლე. ათრახის მამული შუაბამ ყოველთვის მოიცავს მოწოდებას ერთობისკენ. ის სამშობლოს სიყვარულს განიხილავს, როგორც პასუხისმგებლობას წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე. სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ. რა იგულისხმება ქმნიდეთში? საქმემა შენმან გამოგაჩინოს შენი. საქმემა შენმან გამოაჩინოს შენი სამშობლოს სიყვარული. რომ თქვა შენ კი არა, მას ყვარები. თუ ქვეყანას ციხე-გალავანი აქვს მშენებელი, უსათროდ კირთხოდ ჭირდება. თუ ხალხი წმენა და კარგულია, ეკლესია მონასტერი უნდა ააგო. თუ მშიერია, ოფლთა შენითა მოიწეო პური არსობისა. თუ მოყვას ფეხში შველია, წულა მესტები უნდა აგვიისტო. თუ თავში შველია, ნაბდის ქუდი უნდა მოთხოვო. ყოველნაირ საქმეს ცოდნა, ერთგულება და სიყვარული აკეთებს. შობლის, დედმამიშვილის, ნათესავ მეგობრის სიყვარული გადაუხდელი ვალია, მაგრამ რაც სამშობლოს სიყვარულს გადარჩება, ის უნდა გაუნაწილო. სამშობლოს შენი შესაძლებლობების ლომის ულუფა ეკუთვნის, ვისაც უყვარხარ, შენიანები ცოტას დაგჯერდებიან. ან ესეც არ უნდა თუ გვერდნიშვილად ივარგე. ამაზე მეტი ზრუნვა და ამაგის დაფასება არც უნდა ინდომა. იცოდე, თუ ქვეყნის ციხე-გალავანიდან კრეული გაქვს და შენს ბუნაგს იშენებ, მტრისათვის აშენებ. ღმერთმა შენი სამშობლოდ შვილად გაგაჩინა. სხვისთვის რომ სდომებოდი იმ ქვეყანაში მიკავლენ და როგორც დედას, ასე ვერ სამშობლოს აირჩევ. ილია მეორემ აღადგინა და გახსნა ასობით ტაძარი და მონასტერი. მან ენაც მშობლიური ენა პეტრიწისა, გიორგი მთაწმინდელისა, ამბროსი მქადაგებლისა, უარყოფის ზღვარს მისული, გამდიდრა თავისი ქადაგებით და ერთად შეინარჩუნა. ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო სბოლავ და ფრენავ, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ კირო ჩვენთა, ქვათა და კირთა, შენ ერთი შემჩი სამარის პირთან. ნადესავს 1000, მეგობარს 1000, რუცა და მართლას. ტერტელად მოთა დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ, ყველა მოკუდავდა. მხოლოდ შენ უკუდავს, მხოლოდ შენ მარაც, შენ ერთს, შენ ვეგთმობ სამარის კარად. თუ რამზე მწამდა, თუ რამზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა, უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო, შენ მწარალხილო, ტკბილოს სევდაო, შენ ყოვლის მთქმელო, ყოვლის არ მთქმელო, შენ გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო, წარსულის ზეგლო წინ გამხედავო, ქვესკნეში მძრომოცაში მჭრეტელო, ხან ფუნჯო ჩემო, ხან საჭრეთელო, შენაკმის ჰიმნო, ცრემო სამარის, იბერის ენავ თამარის, შენ ნიჭო ჩემო, სბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ. დაეცე სიქნებ, სიმაგრე ყველა, მოისრა სიქნებ, ყველა ყმამელად, დაედოს მტვერი ყველადით სოვნას, დააკოდეს აზრი ნაპოვნის პოვნას, ყოველ ნერგს იქნებ დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს იქნებ დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს, შენ უკუდავს ხელს. ო ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სბოლავ და ფრენავ, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა, ქვათა და კირთა, შენ ერთს, შენ ვეგთმობ სამარის პირთან. ხალხში გააღვიარწმენა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. კაცი შევიდა ტაძარში, მიუახლოვდა ერთი მლოცველი და შენიშვნა მისცა. ხელები არასწორად გიჭირავს. მეორე მდგომა დაუწუნა, მესამემ ჩაცმულობა. უკნიდან ვიღაცა მოჩურჩულა. პირჯვარს არასწორად ისახა. ბოლოს ერთი ქალი მიუახლოვდა და ურჩია. წასულიყო, წიგნი ეყიდა და ეკლესიაში მოქცევის წესები ესწავლა. კაცმა შეწუხებულმა დატოვა ტაძარი. გარეთ გასულს ჩაესმა ხმა ზეციდან. არ შეგიშვეს? არა, აცრემლებულმა ახედა ზეცას. ნუტირი, ისინი უკვე მეც აღარ მიშვებენ. ძვირფასებო, მთავარი ის კი არაა, რამდენად ხშირად დავდივართ ეკლესიაში. მთავარია შიგნით შესვლისას რავს გრძნობთ. არც ისაა მთავარი, რამდენი ლოცვა ვიცით ზეპირად. უფალს თქვენი გულით ნათქვამი მუდამ ესმის. რა მადლი აქვს თქვენს დანთებულ სანთელს თუ მეორე წუთში ვიღაცას განგითხავთ. რა აზრი აქვს თქვენს დაზეპირებულ ლოცვებს თუ მეორე წუთში იგინებით და იწყებლებით. ამ სამყაროში უცოდველები არავინ ვართ, მაგრამ არსებობს ერთი ჯადოსნური სიტყვა, უფალო შემიწყალე. ილია მეორე დაარსა სასულიერო სემინარიები და აკადემიები, გამოუშვა საეკლესიო ჟურნალ-გაზეთი, რწმენის კიდობა. ცხელი ზაფხული იყო. გლეხები პატარა სოფლის კვიზრი შეშფოთებულნი იყვნენ. რა ეშველებოდა მოსავალს გვალვაში. ერთ კვირა დღეს წირვის შემდეგ მათ თავიანთ მოძღვარს ჩევისთვის მიმართეს. მამაო, რაღაცნაირად ვიყოთ, არა მოსავალსაც დავკარგოთ. თქვენაც მოგეთხოვებათ ესა. ლოცვა აბსოლუტური რწმენით. რწმენის გარეშე ლოცვა არაა. ის უნდა გულიდან მოდიოდეს. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში გლეხები დღეში ორჯერ იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, რომ ღმერთს წვიმა გამოეგზავნათ მათთვის. კვირას ისევ მივიდნენ მოძღვართან. არაფერი გამოგდის, მამაო, ყოველ დღე ერთად ვიკრიბებით და ვლოცულობთ, წვიმა კი მაინც არ ჩანს. თქვენ მართლა რწმენით ლოცულობდით? მამაო, ღმერთს გებისებით, მართლა რწმენით თხოვდით უფალ შეძენას. მე ვიცი, რომ თქვენ ელოდათ რწმენით ახსავსი არ იყო, რადგან აქ წამოსვლისას არც ერთ თქვენგანს ქოლგა არ წამოუგია. როცა ვლოცულობთ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ უფალი ჩვენს ვედრება შეიცავს. თუ რა საკვირველია, ჩვენი სათხოვარი საღას არ არის მოკლებული და სხვა ადამიანის მიმართ თუთ განზრახვას არ შეიცავს. ასე თუ ვილოცებთ, სტიქიური მოვლენების შეწყვეტას კი შეგვიძლია. ერთმა ჯარისკაცმა ერთხელ ჰკითხა ერთ ბერს, ანიჭებს თუ არა უფალი პატიებას ცოდვილებს. ერთი მითხარისა ყორელო, თუ კი შენი ძვირფასი ფარაჟე გაიხურო, გადაგაგდებ მას? არა, მე მას შევაკეთებ და ისევ ვატარებ. ოდა თუ კი შენ ასე ზრუნავ, შენ სუსუდე ფარაჟაზე, ნუ თუ უფალი არ იქნება გულმოწყალე თავის ხატების და მსგავსების მიმართ. ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი.
სახელად მარტინი, რომელიც ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით გამოირჩეოდა. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოწყობთან სხვა მონასტერში და აი ერთხელაც მოძღვართა მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაზე მწოლიარე წყვილებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. მარტინი მძის დააფინა თავისი მანტია და ზედ დააწვინა დარდომილი. მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა მონასტრისაკენ. ნათამხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერო მოძღვარმა ბერების სწრაფ დააყენა ფეხზე ამ სიტყვებით. იჩქარეთ, ახლა გახსეთ მონასტრისკენ მოდის მარტი და თავის მხრებით მაცხოვს მოაბზანებს. მარტინი ალაყაფის კარსო მიაღწია დარდომილი მიწაზე დააწვინა, რათა კარები გაიღო და გლახაკის ასაყენებლად როცა მიბრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა სადამღლებული ესო ქრისტე და გაიგონა სიტყვები. მარტირი, შენ არ ვარყავი, მე მიწაზე და არც მე ვარყო. შენ ზეცაში შენ აქ შემიწყნარე მეგიშე, საუკუნოდ შევიწყნე. მონასტერში შესულ მარტირს ძმები მიიგებდნენ. მოძღვარმა კითხა. სმაო, სად არის ის? ვინ შემხლებს მოყავდა? მამაო, რომ ცოდნოდა ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდი. ვინ შეეწევა და შეიწყალე გლახაკსა და დარდომილს, იგი თვით იესო ქრისტეს შეიწყალეს და ქრისტეს შემწყალებელი შეწყალებული იქნება ზეც ჟურსასუფეველში. ერთი ადამიანი მუდმივად უკმაყოფილო იყო უფლისა და ერთხელაც ცხოვრობს. რატომ უნდა ვატაროთ ყველა შემთხვევაში? განა არ შეგიძლია უფრო მსუბუქი ჯვარი მომცე და ვიღალე ყოველდღიური სიწნელეებისგან. და იამქავს და ეს ხედავს ადამიანები მიდიოდნენ გზაზე და ყველა თავისი ჯვარი ქონდა ზურგზე მოკიდებული. დაიღალა ძალი და მოეჩვენა რომ მისი ჯვარი უფრო გრძელი იყო ვიდრე სხვების. მაშინ შეჩერდა ხრებიდან ჯვარი მოიხსნა, მან ცოტა მოახერხა და დაამოკლა ის. გზა პირველად უფრო გაუადვილდა და უფრო სწრაფად მივიდა იმ ადგილამდე საითაც მიდიოდა. მაგრამ ეს რა ხდება? მისი ღრმა უფსკრული გამოჩნდა. მხოლოდ მის მეორე ნაპირზე იწყებოდა სული ბედნიერების მიწა. როგორ მიაღწევდა იქ, როცა არც ხიდი და არც რაიმე რასაც ხიდის ნაცვლად გასცემს. ქალმა დაინახა, რომ მის ყოფით მომავალი ადამიანები იოლად გადადიოდნენ მეორე ნაპირზე. ისინი მხრებიდან იხსნიან ჯვარს და უფსკრულზე გასდებდნენ და ასეთ გადადიოდნენ როგორც ხიდი. მხოლოდ მანვე შეძლო გადასვლა, რადგან მისი ჯვარი მეტისმეტად მოკლე იყო. ქალი მწარე დატირდა. ეს რომ ცოდნოდა. ამის შემდეგ ქალს აღარ უსვდეს უთხოვია უფლისთვის უფრო მსუბუქი ჯვარი ეგოძებინა მისთვის. ერთხელ ჭიანჭველები ბუნაგს იშენებდნენ. მოზიდეს ფიჩრდა წუწყვები დააწყვეს ერთმანეთზე და ის იყო რომ უნდა გადაეხურათ, გამოჩნდა ლოკოკინი. აქ ეკითხებთ. ბუნაგს ვიშენებთ. ახლა ვერ აკრიფეთ ყველაფერი და გზნა ჩამოვიცალეთ, აქ უნდა გავიარო. ჭიანჭველებმა ფიჩრდა წუწყვები აკრიფეს და ლოკოკინა ზაზდუნ გაიარა იმ ადგილზე. ეხლა ჭიანჭველებმა სხვა ადგილას გადაწყვეტეს ბუნაგის აშენება. ისე მოზიდეს ფიჩრდა წუწყვები დააწყვეს ერთმანეთზე და ის იყო უკანასკნელი წიწვი რომ უნდა დაედოთ თავის ადგილას. სად იყო დასადა და ისევ გამოჩნდა ლოკოკინი. თქვენსაც არ შევით არა? დამცინით განა. ახლა ვეკრიბეთ ყველაფერი და გზიდან ჩამოვიცალეთ, აქ უნდა გავიარო. მალე ზამთარი მოვა, ჩვენ კი ბუნაგის გარეშე დავიხოცებით. არაფერი მაინტერესებს. იცოდეთ, დილით გზა თავისუფალი უნდა დამხვდეს. ეს თქვა, შეზრა თავის ბუნაგში და დაიძინა. ლოკოკინათის ხომ სულ ერთია საით დაცოცდება? ჩვენ კი ბუნაგის გარეშე ვერ გავძლებთ. გზა არ გვაქვს, მისი ნიჟარა უნდა შევუაბრუნოთ. ეს თქვეს ერთად მიაწვდნენ და ლოკოკინის ნიჟარა საპირისპირო მიმართულებით დადგეს. დილით, როდესაც ლოკოკინიდან გამოიღვიძა, თვალწინ არაფერი ეყობებოდა და თვალებს არ დაუჯერდა. როგორ მოასწრეს არხელამთის გადაადგილება? ჩემთვის რა თქმა უნდა სულ ერთია საით გავსოსები. აქაც და იქაც ყველგან ბალახია, მაგრამ პრინციპულად არ მინდა გზა გავიბრუნო და სხვა მხარეს გავსოსო. რატომ ვაბრუნდე? თუ კი შემიძლია, სულ პირდაპირ ვიხახო. ხო და ლოკოკინაც იქეთ გაიმართა საიდანაც მოვიდა. მან ხომ არ იცოდა რომ მის ნიჟარა შემოაგვიდეს. ზოგჯერ უმჯობესია დათმობიდან პუსტის მიშვენება თითქოს ბას ემორჩილება და უკან დაიხია. ასე, როდესაც ბოროტება წინააღმდეგობას არ წააწყდება, თავისი ჩაქრება და დაიფერფლება.
მამაო ჩვენო გული შენი სისხლებზე თბილია მორწმუნეს და უგუნურის ყველა შენი შვილია ჩვენი ტურფა საქართველო შენი გამოზრდილია დაგლოცე და დაგვიფარე უწმინდესო ილია დაგლოცე და დაგვიფარე უწმინდესო ილია ახლა ყველა ზიან ღამეს მოგონება დიხსენებს და სიყვარულს თუ დამკარგავთ სული ვერ მოისვენებს ჩვენი ტურფა საქართველო შენი გამოზრდილია დაგლოცე და დაგვიფარე უწმინდესო ილია დაგლოცე და დაგვიფარე უწმინდესო ილია ეკლესია აქცია ქართული დენტობის მნიშვნელოვან საყრდენად. ნეტა ამხედებს ქვეყანაზე რა შედრება ციხე ტაძრები ცად ასულან ლოცვა ვედრებად წევს ხვის ტყავზე საქართველო მზის წილ ხდომილი თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი თითქო ლოცულობს ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღე გრძელობას გამჩენს ავედრებს თრთის ვენახები თრთის ყანები თრთის საფლავები თრთის გალავნები ზოგი ციხეა შეკივლება ზოგი გაფრენა ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად ზოგი მუშტია მუქარაა ზოგი გინება ალაყაფებით კონგურებით რომ იკბინება ზოგი ამაყილილეოა ზოგიც გასროლა ზოგი ცის და მიწის მოჩანს სასწორად წლემა იხუბლა იხვართქლა და ციხეს შეება ხავსად დუმილად ჭილყვავებად და ბუდეებად თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა დაგილეწია მტერო მაგრამ ვერ აგიღია დიდება თქვენ და თოროსანო ბერო მამებო თქვენ შეგინახავთ ენა რჯული ერი სამეფო წიგნებს უსხეთხართ ვენახდება ფოლიანტები და საქართველო სულს იკაჟებ გოლიათდები ვინაც აჰო ნიკორწმინდა სვეტი ცხოველი დიდება მისლაცმე არა ვარ მეტის მთხოვნელი კურთხეულ იყოს ვინც გაშჭრიტა კლდეში ვარძია სულით განათლდეს ვინც აკვანი მისი არწია ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხვი და მოყმე იმ კუთნის დედას მზადა ვარ ვეყმო
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტად შეგირდნო, თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ, ღმერთმა შეგინდოთ. ოციხისლოდნო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო, შენ ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო, ოგოდოლ ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკრივად, ნაბზარი რა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა, გამისყდეს მიწა თუ შეგღალო, თუ გივერაგო, შენ საქართველოს ფარ აბჯარო, ჯაჭვის პერანგო, ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი, ფლაზით და ფრესკით ჩემი მხარე, მარადიცნობა და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი, დგას მე ციხოვნედ მარადისობა. ათი ათასობით ბავშვის ნათლია გახდა, რითაც ხელი შეუწყო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქრისტიანული ტრადიციის გაგრძელებას. თქვენო უწმინდესობო, მადლობას ვწერა უფალსი მისათვის, რომ მომცა საშუალება თქვენი ნათლილი ყოფილიყავი. სამწუხაროდ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მომნაშეს და რა თქმა უნდა არ მახსოვს ეს ბედნიერი დღე. მუდამ მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ თქვენ სიცოცხლეში არ მიღირსა ეს ბედნიერება. როცა დედა მითხრა, ხვა პანაშვიდზე აუცილებლად წავალთო, მთელი ღამე ხვალეზე ფიქრით გავატარა. ყველაზე ადრე მე წამოვხდი. დედაქალაქამდე გზა უსაშუალოდ გაგრძელდა. დუმარებით 5 საათი რიგში დგომა არაფრად მომჩვენებია. მით უმეტეს ჩემი ირგვლივ დედები ჩვილი ბავშვებითაც იდგნენ და ისინი წაუდნენ უწმინდესთან და უნეტარესთან გამომშვიდობების უძვირფასეს წუთს. ეს დღე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც მარადისობასთან ზიარებული. გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მთელ მსოფლიოში. იგი მიიჩნევს, რომ მამულის სიყვარული ნიშნავს საკუთარი ფესვების, სიმღერის, გალობისა და ტრადიციების გაფრთხილებას. ცოდვები, რასაც ხედავო. კაცის გროვნებულ თვალებით ივერსანართით ხედავო. მკვდრეთი დახსდება ხოველი, გაბრწყინდებაო. ჭირსაში გამაგრება უნდა. ვერ გაგვაქრობს წერი, ვერაგი. Dame bulta galovaci
კოლექტივი? ერთი? ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი. ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გულში ცხოვრობს უფალი, რომლის გული არის ტაძარი სულისა წმინდისა და ყველაფერი ხდება ორი ძალის შეერთებით, ღვთის ენერგია და ადამიანის ენერგია. ილია მეორის დამოკიდებულება ადამიანისადმი ყველაზე მეტად მის ემპათიასა და მიმტევებლობაში ჩანს. მადლობა, ეს გახლავთ ნინი ლაკია და ეხლა კი მე-7 კლასელები წაგვიკითხავენ მე-7 კლასელები წაგვიკითხავენ ნინის ესეს. მადლობა მას. სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, ცავსია როგორც სინათლე, ისე სიგვიანი. ადამიანები ხშირად ფიქრობთ, რომ გვინდა უკეთესი, მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო, მაგრამ იშვიათად ფიქრობთ იმაზე, თუ რას ნიშნავს უკეთესი და რა გზით შეიძლება მისი მიღწევა. თანამედროვე საზოგადოებაში მორჩილება ხშირად სუსტი ადამიანების თვისებად მიიჩნევა. ზოგს გონია, რომ მორჩილება ნიშნავს საკუთარი აზრის დათმობას ან უსამართლობის მოთმენას. თუმცა სულიერი თვალსაზრისით მორჩილება ნიშნავს პირველ რიგში ღვთის ნებასთან თანხმობას და თანმდაბლობას. ეს არის უნარი, აღიარო, რომ ყველაფრით სენჩი შენ არ ხარ და რომ არსებობს უმაღლესი სიბრძნე, რომელიც მართავს სამყაროს. თუ ადამიანები ისწავლიდნენ მორჩილებას, პირველ რიგში გაქრებოდა ქედმაღლობა. კონფლიქტი სწორედ ამ პარტანებიდან იწყება. მორჩილი ადამიანი მზად არის მოусვინოს სხვას, გაითვალისწინოს განსხვავებული აზრი და საკუთარი ეგო გვერდზე გადადოს. ასეთ საზოგადოებაში ნაკლები იქნებოდა დაპირისპირება. მორჩილება გვასწავლის პასუხისმგებლობასაც, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ქმედებები არ მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც ეხება, იგი უფრო ფრთხილად იქცევა. ასეთი შინაგანი დისციპლინა ქმნის შვიდ გარემოს, ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში. ამიტომ, თუ სამყარო უკეთესი იქნებოდა, ეს პირველ რიგში მორჩილებისგან დაიწყებოდა. არა იძულებით, არამედ სიყვარულით ნაკარნახევი მორჩილებიდან. განკითხვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რადგან მას ხანდახან ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. ჩვენ სწრაფად ვაფასებთ ადამიანებს თავიანთი გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის ან საქციელის მიხედვით. თითქოს გონია გვაქვს უფლება სხვისი ცხოვრება შევაფასოთ. განკითხვა ქმნის უხილავ კეთილებს ადამიანებს შორის, როდესაც ვასამართლებთ სხვას, ვაშორებთ მას საკუთარ თავს და თავად კი კარგად თანაგრძნობის უნარს. ცხოვრება ჩვენ გვახსენებს რომ ჭეშმარიტი სიბნე საკუთარ თავში ჩახედვას გულისხმობს. როცა ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებებს ხედავს, მას აღარჩება დროს სხვისი განჭისის. ასეთი დამოკიდებულება შექმნიდა უფრო ჰუმანურ საზოგადოებას. სკოლებში აღარ იქნებოდა ბულინგი, ქუჩებში დაცინვა, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა. ადამიანები ისწავლიდნენ, რომ სხვისი ტკივილი არ არის გასართობი თემა. განკითხვაზე ვარის თქმა ნიშნავს მიმტევებლობას. მიმტევებლობა კი მშვიდობის საფუძველია. თუ ერთმანეთის შეცდომით მეტი გაგებით შეხვდებით, სამყარო ნამდვილად უფრო ნათელი გახდება. ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება სიყვარულია. სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, იგი მოქმედება, არჩევანია. სიყვარული ნიშნავს სხვისი კეთილდღეობის სურვილს, თანადგომას, პატივისცემას. სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აახლოებს. თუ სამყარო უკეთესი იქნებოდა, სიყვარული იქნებოდა. ურთიერთობების მთავარი პრინციპი ხშირად ადამიანები საკუთარ ინტერესებს აყენებენ პირველ ადგილზე, ხოლო სხვების საჭიროებებს უგულებელყოფენ. სიყვარული ცავსი ადამიანი კი ცდილობს სხვისი სიხარულის საკუთარ სიხარულად აქციოს. სიყვარული ამარცხებს შიშსა და სიძულვილს. თუ ადამიანს უყვარს, იგი არ ცდილობს სხვა დაამციროს ან დაჩაგოს. პირიქით, ის ცდილობს დაეხმაროს და გააძლიეროს. ასეთ საზოგადოებაში იზრდებიან თავდაჯერებული და კეთილი ადამიანები. სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავებლობის მიღებისას. თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი განსხვავებლობით და გარეგნობით. თუ ერთმანეთის განსხვავებლობას სიყვარულით მივიღებთ, აღარ იარსებებს დაყოფა ჩვენ და ისინი. თუ ადამიანები ისწავლიდნენ მოთმინებას, ნაკლები იქნებოდა აგრესია. ხშირად ჩხუბის სწორედ მოუთმენლობის შედეგია.
მოთმინება ასევე ნიშნავს რწმენას, რომ ყველაფერი თავისი დროით მოხდება. ეს გვაძლევს ძალას, სირთულეების მიუხედავად არ დავკარგოთ იმედი. მოთმინებით სავსე ადამიანი არ ნებდება პირველივე დაბრკოლებაზე. იგი აგრძელებს ბრძოლას, იცავს სიმართლესა და ინარჩუნებს ღირსებას. დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო ყურადღებიანები და თანაგრძნობის სავსენი იყვნენ. როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება, არ უნდა გავიაროთ გულგრილად. პატარა დახმარებაც კი შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობის იყოს. ერთი თბილი სიტყვა, მეგობრული ღიმილი, ან უბრალოდ მხარდაჭერა ადამიანს ძალას აძლევს და აჩვენებს, რომ ის მარტო არ არის. სწორედ ესეთ პატარა ქმედებებში იჩენს თავს ნამდვილ ადამიანობას. ასეთი ადამიანები ქმნიან საზოგადოებას. ისინი არ ნებდებიან სირთულეებს, არ კარგავენ ადამიანურობას და არ თმობენ სიყვარულს. მოთმინება აძლიერებს როგორც პიროვნებას, ისე მთლიანად საზოგადოებას. თუ სამყარო უკეთესი იქნებოდა, იგი მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესით ან მატერიალური სიმდიდრით არ განისაზღვრებოდა. მისი სილამაზე ადამიანების გულებში დაიწყებოდა. მორჩილება დაგვიცავდა ამ პარტონებისგან. განკითხვაზე უარის თქმა სიძულვილისგან, სიყვარულის სიცივისგან, ხოლო მოთმინება სასოწარკვეთილებისგან. სამყარო უკეთესი გახდება მაშინ, როცა ადამიანი გახდება უკეთესი და ეს გზა იწყება მორჩილებით, გრძელდება განკითხვაზე უარის თქმით, მტკიცდება სიყვარულით და სრულდება მოთმინებით. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან საზოგადოებას, სადაც მშვიდობა და სიკეთე სუფევს. პატრიარქისთვის ყოველი ადამიანი მიუხედავად თავისი შეცდომებისა ღვთის ხატია. იგი ხშირად მოგვიწოდეს ვეძებოთ სიკეთეს სხვებში და არა ბოროტებ. თუ ვინმე გაბედნიერებს, შენ უფრო მეტად გააბედნიერე. თუ ვინმე შენი იმედია, შენ უფრო დიდი იმედი იყავ მისთვის. თუ ვინმეს უყვარხარ, შენ უფრო მეტად გიყვარდეს. ბედნიერია ეს ადამიანი, რომელსაც აღამაღლებს უფალი. ადამიანი რომ ამაღლდეს, მან უნდა დაიმდაბლოს თავისი თავი და ადამიანი თავის თავში დაინახავს უდიდეს სასწაულს. პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა, თუმცა ნამდვილი თავისუფლება, საკუთარ ნებებზე გამარჯვება და სულ სიკეთის კეთებაა. ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, ყოველმა ადამიანმა რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს და სხვა ადამიანები გაახაროს. როგორც ჩანს, ერთი დიდი ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელ თავის განვლილ გზას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. ამ მხრივ თქვენმა საავადმყოფომ დიდი სამსახური გამიწია. არა მგონია ბატონო ბაჩანა, თქვენი ცხოვრების გზა განმეორებით ანალიზს საჭიროებდეს. თქვენ ასე ფიქრობთ? ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს. ეს ორი თვე ჩემთვის განსაცვიფრებული აღმოჩენების დრო იყო. ისეთი რა აღმოაჩინეთ ბატონო ბაჩანა, რაც ადრე არ იცოდით. მარადისობის კანონი. რა ბრძანეთ? მარადისობის კანონი. რა კი მარადისობის კანონი აღმოაჩინეთ, ალბათ რამე ფორმულაც აქვს ამ კანონს. დიახ, აქვს. ხომ არ გამანდოთ ბატონო ბაჩანა, ჩემი იმედი გქონდეთ, არც მოგვარავთ, არც ავტორობაში შეგეზიარებით. ეს კანონი იმაში მდგომარეობს, პატივცემულო პროფესორო, რომ ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევასველოთ და ვეცადოთ თუ როგორმე უყდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვა სხვისი და ასე დაუსაბამოთ, ვინმე სხვას გარდაცვალების შემდეგ არ დაუბრდეთ და მარტო არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. ძალიან რთული კანონი აღმოგიჩენიათ ბატონო ბაჩანა. რთული? და თქვენ გაქვთ იმედი მისი განხორციელებისა? ეს ასე რომ არ ყოფილიყო, მე უკვე მკვდარი ვიქნებოდი ბატონო ნოდა. პატრიარქი ხშირად ამბობს, ცივი გონება არ კმარა, ადამიანს სჭირდება განათლებული გული, რათა დარჩეს ადამიანი. იყავ თამდაბალნი, რამე თუ თამდაბლობა არის ყველაზე დიდი ძალა ადამიანისა. ეს პრინციპი აერთიანებს მის დამოკიდებულებას სამივე მცნების მიმართ. დღევანდელობა ცხადყო, ევროპისა და აზიის გზის გასაყარზე მდებარე ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა, დღესაც აქვს 1000 გვარი პრობლემები.
ისტორიის ბედისწერა ისე ინება, რომ უზარმაზარი იმპერიების საჯდაო ქვა ვიყავით მარაჯამს, მაგრამ ქართული კაცის გონიერება ყოველთვის ამარცხებდა სიძულვილსა და ბოროტებას. ქრისტიანობის მიღება ქართული სულიერების გადარჩენის ერთ-ერთი გონივრული ნაბიჯი იყო. ამავე დროს ქართული ერის გაბედული განაცხადი იყო ევროპული ცივილიზაციის ზიარებისა და ევროპული ფასეულობების ათვისებისა. სიტყვი წმინდაო, საქმე წმინდაო, ცხოვრებით წმინდაო, 17 მარტიდან 22 მარტამდე. დუმარა თბილისი, ორი მდინარე, კვარი და ხალხი, ცად ლოცვად აღვლენილ დაღლილ მამას დუმარებით, ზღვაცრენით და ლოცვით ესალბუნებოდა. შეიყვარეთ ქართველებო ერთმანეთი, მიწაწყალიეგ მამული ჩვენ გვაქვს ერთი, სამშობლოსის სიყვარული გვენთოს ერში, მტრის წინაშე რომ გვფარავდეს მაღლა ღმერთი. იმ ღიმილის ლამაზ ბიჭებს დაუჩოქოთ, მტრის წინაშე ვაშკაცურად რომ იბრძოდნენ, რომ დაეცნენ ბრძოლის ველზე და სახეზე, მშობელ მიწის სიყვარული რომ უკრთოდა. სანთლად აინდება სახელები, რამაც ბიჭებს სიკვდილამდე რომ დაჰქონდათ, საქართველოს სიყვარული კერჩი ედოთ და სიცოცხლე ჩვენზე მეტად რომ უნდოდათ. დამიჯერეთ ქართველებო დედის გული, ვერასოდეს გაიხარებს, თუ კი ერთად არ დავდგებით მტრის წინაშე, ღმერთიც გვიწყენს, არასოდეს გაგვახარებს. შეიყვარეთ ქართველებო ერთმანეთი, მიწაწყალიეგ მამული ჩვენ გვაქვს ერთი, სამშობლოსის სიყვარული გვენთოს ერში, მტრის წინაშე რომ გვფარავდეს მაღლა ღმერთი. ერთი, ორი. დღევანდელ ღონისძიებას უერთდება გაუწყინებელი საჯარო სკოლის მოსწავლეები. გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით გაუწყნარი საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩვენ სურს წარმოგიდგინოთ და გაგიზიაროთ თქვენი მოგონებები უწმინდესა და უნეტარესზე. მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოგონება უწმინდესა და უნეტარესზე. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ტელევიზორი ჩავრთა და უცებ თავზარი დამეცა. თითქოს სხეულიდან ძალა გამომეცალა. გავიგე რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. თავიდან ვერ გავიაზრე, ვერ დავიჯერე, ან არ მინდოდა დაჯერება, რომ მან დაგტოვა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თითქოს მარტო დავრჩით და შემეშინდა. ვიფიქრე, აწი რა გვეშველება და მის გარეშე რა უნდა გავაკეთოთ. მეგონა ღვიძლი მშობელი დავკარგე და თავი მარტოსულად ვიგრძენე. მაგრამ ეშიში გამიქარწყდა, როცა დავინახე ხალხი, რომელიც სამებაში მიდიოდა უწმინდესთან, რომ სამძიმარი მოეხადა. ეს ხალხი, უბრალო ხალხი არ იყო. ეს იყო ერთობა, ეს იყო სიყვარული და იყო პატივისცემა. ამდენი ადამიანი ერთად არასდროს მენახა. წვიმაში,
თუ მზეში ისინი ფეხით მიდიოდნენ სამების საკათედრო ტაძარში. ისინი საათობით იდგნენ უძრავ რიგში. მე იქ არ ვიყავი, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, მეგონა მეც მასთან ერთად ვიდექი და რა თქმა უნდა მეც ისე განვიცდიდი, როგორც ისინი. შემდეგ ფიქრობდი პატრიარქზე, თუ რამდენი რამ გააკეთა ჩვენთვის, რამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვსულიყავით. ის ისეთი კეთილი, მოსიყვარული და შემწყნარებელი იყო, რომ მისგან ცუდი არავის არ ახსოვდა. მას ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომ საერთოდ არაფერი რომ არ გეთქვა, გული გიტბებოდა. მისი დუმილიც კი სიტყვა იყო. ილია მეორე ჩემთვის და ხალხისთვისაც ნიშნავდა სიწმინდეს, სისპეტაკეს. ის იყო ადამიანის სრულყოფილება, ადამიანი უნაკლო, ადამიანის სიკეთის და სიყვარულის განსახიერება და ამ ყველაფერს გვასწავლიდა. მან თქვა, ერთმანეთის გახარება და გაბედნიერება ისწავლეთ, თორემ გულის ტკენა ყველა შეუძლია. მოგონებებში ხშირად ფიგურირებს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიფარა და გაზარდა პატრიარქის ოჯახმა ოსი ბავშვი. გიორგი შიოლაშვილი გამორჩეული ქველმოქმედი იყო. იმ პერიოდში, როდესაც ეთნიკური და სოციალური პრობლემები მწვავედ იდგა, მან საკუთარ ოჯახში მიიღო ოსი ობოლი ბიჭი. მნიშვნელოვანია ის, რომ შიოლაშვილების ოჯახში ეს ბავშვი არ იზრდებოდა როგორც სტუმარი ან მოსამსახურე, არამედ როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ის ირაკლისთან, ანუ პატრიარქთან და მის დაძმებთან ერთად იზრდებოდა. გიორგი შიოლაშვილი დიდ პატივს სცემდა ამ ბავშვის წარმომავლობას. არსებობს გადმოცემა, რომ ის ხელს უწყობდა ბავშვს არ დაეკარგა თავისი იდენტობა. თუმცა პარალელურად ქართულ ტრადიციებსა და სიყვარულსაც უზიარებდა. როცა სიჩუმე დაბრუნდება ოცნებას ვაიდანსა ღამის სუნელით გაბრუნდება მიწა და უცი როცა შენზე ფიქრი არ დასრულდება მომაცის მარია სრულდება და შენთან მომიყვანს
და ეკლესია ერთსა და იმავე მიზანს უნდა ემსახურებოდეს. პიროვნების სულიერ ამაღლებას. მასწავლებელი გარკვეულწილად სულიერი მოძღვრის ფუნქციასაც ასრულებს ერის წინაშე. პატრიარქის ხედვით, მასწავლებელი და მოსწავლე არიან ერთი მთლიანობა, სადაც მასწავლებელი გასცემს სიყვარულსა და ცოდნას, ხოლო მოსწავლე პასუხობს პატივისცემითა და მზაობით, გახდეს ქვეყნის ღირსეული შვილი. უწმინდესი და უნეტარესი ხშირად ამბობდა: ქართული ტრადიციები, ფოლკლორი, ენა და სარწმუნოება ერთმანეთისგან განუყოფელია. მისი აზრით, ფოლკლორი, ზღაპარი, თქმულებები, ხალხური სიმღერა, ცეკვა არის ერის მეხსიერება, რომლებიც თაობებს აკავშირებს. წარმოგიდგენთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვას, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების გამოხატულებას.
უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თითოეული თქვენს მიმართ მობრძანებისათვის და დღევანდელი დღის სიხარულის გაზიარებისათვის. ერთი რაც მინდა გითხრათ, ცოტა კი მეუხერხულება, იმიტომ რომ ალბათ მიხვდებით, როცა დავასრულებ ჩემი სიტყვის თვალს, რატომ მეუხერხულება, როდესაც უწმინდესის გარდაცვალება გავიგე, აი სულის ტკივილი დამეუფლა. ისეთი სულის ტკივილი, ჩემო მეგობრებო, როდესაც მამის სიკვდილი შემატყობინეს. თქვენ ისე კი არ ჩათვალოთ, რომ მამას ვადარებთ მე უწმინდეს, უბრალოდ მე მინდა გადმოვცე ის გულის ტკივილი, რაც გულის ტკივილი გამოვხატე უწმინდესის გარდაცვალების გამო. და ერთი რამ, რაც შემემთხვა, 5-10 წუთს შეგაყოვნებთ, რა თქმა უნდა, დრო გაიზარდა, მაგრამ ძალიან მინდა რომ გითხრათ, ჩვენ, ჩემო მეგობრებო, ერის კაცი დავკარგეთ. კაცი, ადამიანი, ჩემი, თქვენი, სულიად საქართველოს მამა დავკარგეთ. პატრიარქის გარდაცვალებამ ჩვენ დაგვანახა ჩვენი სიყვარული. საქართველოს ერთიანობა დაგვანახა. ჩვენი გაუტეხელი სული დაგვანახა. გარდაიცვალა პატრიარქი, წუხარების ჟამი ჩამოწვა საქართველოში. ბერი, ერი, ბავშვი, დიდი ყველა გაერთიანდა და მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვეტეთ მოქალაქეობრივი ვალი მოგვეხადა ქვეყნისა და პატრიარქის წინაშე. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება არის საათობრივ კვებასთან დამოკიდებული, ახლა გავიპარე ჩუმად თუ ვინმე ყურადღება მომაქციეთ და რა თქმა უნდა, სადაც დავდივარ, ჩემი ულუფა ყველგან მიმაქვს, მაგრამ 12 საათი დაგვჭირდა ჩვენი გდგომა. მე რისთვის ვამბობ იმას, რომ აი უფალი ალბათ ყოველდღიურად ყველას გვეხმარება და რაღაც ცოტა ინციდენტი გადამხდა ამ დროს. ეტყობა როგორ ჩანს, ვერ გავთვალე ბოლომდე ეს ჩემი საგზალი და 12 საათიანი ლოდინის შემდეგ ულუფალ საგზალი გამითავდა საკვები ყველაფერი. მოვიხედე, ჩემი მეგობრები ჩემთან არ არიან, კვების დრო მომდის და ვხედავ გონება მებინდება. დავიწყე ჩუმად მამაო ჩვენოს წაკითხვა. ერთხელ წავიკითხე მამაო ჩვენო, მეორედ წავიკითხე მამაო ჩვენო და დავიწყე მესამედ. მამაო ჩვენო, ჩუმად რა თქმა უნდა ჩემ თავსთან, ჩემ გონებაში, რომელი ხარ ცათა შინა. და ამ დროს ხრევში ვიღაც მომეხვია, მივიხედე და ჩემო დგას მაღალი, გამხდარი, უცხო ქალი. მომიბრუნდა და მეუბნება. ქალბატონო, შეიძლება თქვენი ქოლგით ვისარგებლო? რა თქმა უნდა თქვა, უპასუხე მე, მაგრამ მე ჩემ გონებაში ვარ მაინც და ჩემ ფიქრებში და უფალს დახმარებას ვთხოვ. გამომართვა ამ ქალბატონმა ქოლგა, ხელში ხელი გამიკეთა და გავაგრძელეთ გზა სტაძრისაკენ, სამებისაკენ, რა თქმა უნდა. ცოტა ხანში მიბნედილი, თვალები დახუჭული, მიუყვები ჩემ პრობლემას, ჩემ ფიქრებს და ამ ქალბატონმა ხელი ჩააცურა ჩანთაში. თავი ყურთან მომადო და მეუბნება. უკაცრავად ქალბატონო, პურს ხომ არ მიირთმევთო. უცებ გამინათდა. აი უფლის დიდი ძალა ვიგრძელე და მივხვდი რომ ქვეყანაში უფალი მეფობს. სადაც უფალია, იქ სიყვარულია. სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია. თქვენ ამ სიხარულით, ამ ბედნიერებით, ამ წარმატებით გეცხოვროთ ამ ქვეყანაში. მე დღევანდელი დღისათვის პირველ რიგში ორ პიროვნებას გამოვყოფ. მადლობა მინდა პირველ რიგში ჩვენ ერის კაცს, ჩვენ სულიერ მამას, ჩემთვის უპატივცემულო არ ვიცი პირველი ადამიანს, მამა ეგნატეს მინდა მადლობა გადაუხადო. მისი ლოცვა კუთხებით შედგა დღევანდელი დღე. მამაო ეგნატე, რა ვქნათ, ცირედით გვინდა დაგასაჩუქროთ და მადლობის, სამადლობელი სიგელი გადმოგცეთ ადმინისტრაციის სახელით, პედაგოგების სახელით, ყველა იმ ღვაწლისათვის, რასაც თქვენ ჩვენი სკოლისათვის და ჩვენი მოსწავლეებისათვის ვაკეთებ. ძალიან მინდა რომ სულით ამაღლებული მოსწავლეები გავზარდო, ხშირად ვარ ჩვენ მამაო ეგნატესთან, საუბრობ სხვადასხვა საკითხებზე და ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. უღრმეს მადლობას გითხრით. დღევანდელი დღის ორგანიზატორი. რა თქმა უნდა, ეხლა ამით ისეთი იყო, ბავშვები ცოტა გადაიყალა, მაგრამ
სიტყვების შინაარს როცა ჩავწვდებოდით, ძალიან კარგად მიხვდებოდით, რომ აქ მთელი სული და გული იყო ამ ღონისძიებაში ჩადებული. ჩვენი რუსუდან გიგინეიშვილი, ქართული ენა ლიტერატურის პედაგოგი, რუსუდან ასაბოთ, ღირსების ორდენოსანი, არ ვიცი, შემომქმედი, მასწავლებელი, რომელიც მარტო გაკვეთილებით არ შემოიფარგლება, იცის მშობლებმა. ის ორ სკოლაში მუშაობს, გაუწყინარში და პირველ მაისის საჯარო სკოლაში. რადგან გაუწყინარი ვახსენე, მე უღრმეს მადლობას ვუხდი გაუწყინარის პედკოლექტივს, ყველა აქ მყოფს. აი, მიკვირს, მორიდებულად მოვედი. ბატონო ყობა, მაინც სხვა სოფელია კი ერთ თემში ვართ, მაგრამ მე აქ უცხოობა არ მიგრძნია. ეს გარემო ყველაფერი ამ ხალხის დახმარებით მოხდა, დირექტორი ჩემგვერდით იდგა თავის კოლექტივთან ერთად და უღმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ რუსუდანს. მე და ნანა ყოველთვის მეგობრები ვიყავით, მაგრამ კიდე მობრძანდით ქალბატონო რუსუდან, გააერთიანა ეს ორი სკოლა, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და უმცირესით, მაგრამ ძალიან დიდი ღირსებით, დიდი პატივისცემით, სიყვარულით, დაფასებით მინდა გადავცე ეს სიგელი ჩემს საყვარელ რუსუდან მასწავლებელს და გინდა გითხრათ ჩვენი სკოლები ატორი რესურს ცენტრის ხელმძღვანელს მივმართავ, ყოიცით ეხლა დრო მომეცა და ჩვენი სკოლები გამოირჩევა ღონისძიებებით. როგორც გაუწყინარი, ისე დაბძანდით, გთხოვთ, დაბძანდით, მამა ეგნატე ძალიან მაგრამ რას მინდა გამოყო, ქალბატონი რუსუდანი ყოველ წელიწადს ერთ დიდ მნიშვნელოვან ღონისძიებას აკეთებს სოფლისათვის. აგერ დამედასტურება მშობლები და ყველა. სადახარ რუსუდანი. ვიტა მასწავლებელად. ცირედი მშობლებისგან და ბავშვებისგან. რუსიკო მასწავლებელს და მეორე თაიგული მიართვით ვიტა მასწავლებელს. ეხლა სამადლობელი სიგელი. 4 შვილის დედა, ჩვენი მშობელი, ჩვენი სულის ჩამდგმელი. ერთი კვირა სამართლოდან გამოვიდა, მეოთხე შვილი გააჩინა. რეანიმაციაში ყავდა ბავშვი, რაღაც ცოტა ნაადრევი შვილი გაჩნდა და აი ყველაფრის მიუხედავად ეს ქალბატონი ნათია. ყოველთვის არის ჩვენ გვერდით და გვიკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ 1 მაისის და გაუწყინარის სკოლები იყვნენ წარმატებული. ქალბატონო ნათია კიდე გაგვიჩინე შვილები, რაოდენობა გვიჭირს მოსავლეების და გაგვიჩინე კიდე შვილები, გთხოვთ ძალიან. გაიხარეთ. და ჩვენი სულის ჩამდგმელი, მუსიკის პედაგოგი, ორი სკოლის. არ ვიცი, ამის გარეშე არაფერი არ კეთდება სკოლებში, თან არის ძალიან მშვიდი, წყნარი, სადაც დაუძახებთ უპრობლემოდ წინამდებობის გარეშე, მომცანდით ამ უნდა მოულოდნელიყო ეს ჩვენში. ერთი ეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი კოლექტივი, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და თქვენ ყველას ის დღეს ჩვენ დაგვაფასეთ. ბატონ რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ყობას თავის ქალბატონებთან ერთად, მერის წარმომადგენლის ქალბატონებს, ქალბატონო მანანა, გიხდით უღმეს მადლობას და სულ ბედნიერი, წარმატებული, რა ვიცი, სიყვარულით სავსე წელი გქონოდეთ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. მამაეგნატე, შეგიძლიათ თუ უკეთეს აგდოცეთ, რა ვიცი, თუ არ შეძანდებოდეთ. შემოგარგებო, რაც ხდება, ყველაფერი ღვთისნებით ხდება. მაგრამ ამ ღვთისნებაში არის ჩვენი სურვილი და მადლობა ღმერთს, რომ შედგა დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე არის ტკივილის დღე და ასევე არის სიხარულის დღე. ტკივილი არის გამომდინარე ჩვენი უწმიდესის გადასვლებიდან გამომდინარე, მაგრამ სიხარული ის არის, რომ ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს და პატივცემას ჩვენი უწმიდესის მიმართ. და დიდება უფალს, როგორც ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ის ღვაწლი და ღვაწლიც ქონდა და აქვს უწმიდეს ჩვენი ერისა და პერის საქმეში, წინსვლის და წარმატების საქმეებში. მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენი 1 მაისის იგივე საჯარო სკოლის პედაგოგებს, თავის დირექციას, ის დირექტორის სამადლობით ყველას, რომლებიც მართლაც ყოველთვის ღირსეულად ატარებენ და ანხორციელებენ იმ სიტუაციას, რაც ქვია ქრისტიანული ცხოვრება, რაც ქვია ბოზღრება, მართლმადიდებლობა და ისინი მე ვხედავ, ყველაფერს აკეთებენ ის რომ ეს თაობები
აქ ჩვენ ნახეთ რომ აი ბავშვები იყვნენ სტიხარით შემოსილი. მარტო ეს ასე უბრალოდ არ არის. ეს უკვე ნიშნავს ანგელოზის სხემაა. ბავშვები აჩვევენ იმ სიხარულს, იმ სიხმარულს, როგორც აჩვევს საბადონი გრეიტა ემასონს ეკლესიაში სიარულს, ასარებას, ზიარებას, ეს დიდი საქმეა და მე ვამაყობს თქვენით. ხა დაგლოცოთ, თქვენი ოჯახი, დაგლოცოთ თქვენი დიდი ოჯახის სკოლა, თქვენი კოლექტივი, თქვენი მოსწავლეები და მე ხაით რა რომ ნახე ესეთი სილამაზე ეს კარგი ის სიხარულის ცემი გამომივიდა რომ გამიხარდა ძალიან კმაყოფილი და გახარებული მივდივარ. უფალი შეგეძიოთ ყველას მადლობა მის მოგზანდით და ყველა ერთად გლოცავ სუბრერსა და მასპინძილსაც. დაგლოცილი გახარებული. ბატონო მანანა თქვენ როგორც ყოფილი მოსწავლე რუსუდან მასწავლებლის რამდენიმე სიტყვით თუ შეგიძლია ზედმეტად არ შეგაწუხებთ ახლა ნამდვილად ვისაც გექნებათ სურვილი მოგესალმებით, მართლა ბედნიერი ვარ ჩემს მშობლიურ სოფელში და ჩემს უძვირფასეს რუსიკო მასწავლებელთან. მადლობა რომ დამაბრუნეთ ჩემს ბავშვობის წლებში და მიხარია რომ თქვენ ისე ძალიან ყოჩახად ხართ და ისეთ კარგ ღონისძიებებს აკეთებთ, როგორც წარსულში, როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავ. მადლობა ყველას, მოგეფერებით, მიყვარხართ, მომეფერები ამ პატარებს ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქეს, ძალიან კარგად შეკრული, თემატურად გამართული, უღრმესი მადლობა და ოთარ ჭილაძეს დავესესხებ ერთი პატარა ლექსით. შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ. როგორც დაეძებ საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს რომ ვიყო ბედნიერი და მადლობა რომ ამ ბედნიერებას აქედან მატყობ. რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ახალი ხელმძღვანელი ყავს შეგლებოდა. ხელმძღვანელი არა, ფუნქცია და შემსრულებელი დროებით მეგობრებო, მოგესალმებით. მართლა ვისიამოვნე, მადლობას გიხდით საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით. ყველას უღრმესი მადლობა. ჩვენ მართლა შევეხეთ ესეთი პიროვნებას, როგორც იყო ჩვენი პატრიარქი და ეს მიწვდილი ღონისძიება, ეს ერთი დღე ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრო გაიგებს ამის შესახებ და სამადლობ სიგნალსაც გამოგვიგზავნით აუცილებლად და მადლობელი დარჩებათ იმ ყვატრისათვის, რაც თქვენ ქალბატონი და თქვენ პედაგოგებთან ერთად, ბავშვებთან ერთად გასწრეთ ამ დიდებული და კარგი დღესასწაულის მოწყობისათვის. უღრმესი მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ. ხომარა გაქვთ ვინმე სურვილი და სტუმრებს ეხლა ყველას მიგიწევთ სკოლაში. მამაოგნატე გთხოვთ წამოგზავნეთ და მადლობას გიხდით, ზეიმს დახურულად ვაცხადებ. აი, რუსიკო მასწავლებელო, ბოდიში ყვილი რუკა, ბოლო შემოვინახე და აი. არ შემიძლია სამადლობელი სიტყვა არ ვთქვა ჩემ მოსწავლეებს. მე რომ დავრუნდი თბილისიდან მეც ვიყავი. იქ ძალიან მიჭირდა მე ახალი გაკეთებული მაქვს ოპერაცია და მე ვიფიქრე შევძლებ თუ არ შევძლებ. მაგრამ მართლა უფალმა შემაძლებია რომ მე ჩემ მეგობრებთან ერთად წავსულიყავი თბილისში და 12 საათი რიგში გარიყავი ისე რომ არ დამეწუწუნებია. მე შევძელი ეს უფალმა ეს ჩვენმა ილია შეგვაძლებია ჩვენმა უწმინდესმა და შემდეგ რომ ჩამოვედი იდეა გამიჩნდა რომ ეს ღონისძიება გამეკეთებია. იმდენად იქ დგომა ვინც იყო იქ დამერწმუნებით ეს იყო რა ვიცი სიდიადე საქართველოსი. ასეთი საქართველო მინდა დავინახო. ასეთი ერთობა და საყვედური არ შეიძლება ახალგაზრდებზე ვთქვათ, როგორი დათმენეთ იდგნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები, ზოგ სიგარეტი უნდათ, ზოგ სიგი, მაგრამ ჩვენი პატივისცემით არც ერთ სიგარეტი არ მოუწევია 12 საათის განმავლობაში. იქ იმდენი სიყვარული იყო, ჩვენ ცოტა იგის დავარღვიეთ და გადავედით, მაგრამ სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ, ეს არ იყო. ესე იგი დუმილით, მართლა როგორც ილიას სიტყვა, დუმილით იყო ნათქვამი, ისე ქართველები იდგნენ ამ დუმილით, ამ დუმილს, ამ ერთობას, ამ სიყვარულს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ჩემს მოსწავლეებს, რომელებსაც უთხარი მე, რომ მე ეს ღონისძიება მინდა. გაუხადათ, აიტაცეს და ერთი მინდა ვთქვა. იქ წარმოადგინეს ოტია იოსელიანის სამშობლო სიყვარულზე.
არ ეწყინებათ მე მგონი გაკვეთილზე ორმა იცოდა გაკვეთილი და წარმოიდგინე ყველა მზეპირა დაისწავლა ეს ჩემი ვედრება ალბათ ვაჟებშაველას ჩემი ვედრება თავიდან ბოლომდე წლებია არ მოგვისმენია სოფნეს როგორ შეიძლება არ უთხრათ მადლობა რომ ამ ხელა ლექსი როგორ აიტაცა ჩვენ პატარა თინანოს კარგი არ გამოვხობ თინანო აი არც ერთი არ შეიძლება არც ერთის გამოგვითა ყველა ძალიან კარგები იყვნენ ძალიან დიდი მადლობა ჩემი თანადგომისათვის ვერჩი დგომისათვის და სიყვარულისათვის თქვენ ამ ღონისძიებამ დაინახა თუ რა შეუძლია სიყვარული გაუმაგდოთ სიყვარული გაუმაგდოთ საქმე ძვირფასო საზოგადოება ჩემო საყვარელო თანასოფლებო ჩვენო სტუმრებო ჩემო მერცხლებო მოსწავლეებო პირველი მაისის საჯარო სკოლიდან და გაუწყინარი საჯარო სკოლიდან და ჩვენი ღონისძიების ჩამდგმელო ჩვენო საყვარელო მასწავლებელო ნამდვილად ღირსეულო მასწავლებელთა მასწავლებელო ქალბატონო რუსუდან ცრემლებს ვერ მოველიე ცოტა ძალიან ემოციური ვარ ამას მომზადებაც უნდა ცოდნაც უნდა ყველაფერი უნდა და თქვენი საყვარელი დირექციის ქალბატონი რიტას ქალბატონი ელეონორას მისი თითოეული კოლექტივის თითოეული წევრის თანადგომით შეძელით ამ არაჩვეულებრივი ბავშვების და მშობლების თანადგომით და გილოცავთ ნამდვილად მიამაყებით მიხარიხართ და მინდა ერთი სულ პატარა ამ სკოლის აღზრდილმა ბაჩანა ჩაბრაძე მიცოდა დღეს თქვენი დიდი გულშემატკივარია და გამომცა რომ ერთი ლექსი წამეკითხა რომელიც მან ამ სკოლის აღზრდილმა 13 სასახლში დაწერა და ჩვენ საყვარელო მოძღვარო ეგნატე მიუძღვნა პატრიარქს ვიყავით პატრიარქთან შეხვედრაზე რამდენიმე წლის წინ და მისი კურთხევით ეს დალოცა ეს წიგნი დაგიკითხავთ სულ ერთ სამწუთიან ლექსს იესო ჩემში პატრიარქს ეთუნება უმეტარეს და უწმიდეს ჟამთასვრის არსი მანიცის ერთმა ცაზე მეტია სული კეთილი მაშ მომავალმა შესავედრელმა მიბოძოს კვართი გადაპლეთილი გოლგოთის ჯვარმა თრეულმა მხრებით სული ჩატოვა ჩემში თენთილი ღვთის საუფროში მაცხოვრის ნებით ჩვენო პატრიარქო შეხვალთ სანთლებად ჩამოღვენთილი წვდიაც სადგური ეპოვა მთაში როცა ძე ჩემი გაისმა ცაში ნათელი ჩადგა იორდანეში და იოანე სულს თხოვდა მასში სული გოლგოთას მე მივიტანე და არ ჩავყევი პილატეს მორევს იუდას კოტნა თუ ავიტანე მას რაღაც ვერტში სხვის ნამბორებს მაგლურს ნებისთვის არ მემეტები თუმცა მომანიჭე ნათლთა თვალი ხელზე სისხლი გაგშენა დედები და შეუცნობის სიცოცხლის კვალი დავაზეს ჯვარმა თრეულმა ხრებით სული ჩატოვა ჩემში თენთილი ღვთის საუფროში მაცხოვრის ნებით შეხვალ სანთლებად ჩამოღვენთილი და მელოდება მე აღთქმული ქვეყანა ჩემი ვითარცა მოსეს ძველი ნამბობიდან შემოდი ჩემში როგორც ნოეს ძველ კიდობაში დაფეხშორეულ ნაპირებზე დაგადგმებინო მადლობა პატრიარქო გვიყვარხართ პატრიარქო მე მინდა უპირველესად და მრავალჯერ მადლობა გითხრათ დღევანდელი დღისთვის იმ ემოციებისათვის რაც გადავიტანე და მინდა ბავშვებს ვუთხრა ბავშვების მოგონება არასოდეს არ ავიწყდებათ რაც უფრო მეტხანს იცოცხლებენ მით უფრო მეტხანს ემახსოვრებათ ეს დღე და ეს ბედნიერი თაობა იმიტომ რომ ილია მეორე რო ცოცხალი იყო იმ დროს მოესწრენ არასოდეს არ დაავიწყდებათ ეს საღამო და იამაყებენ იმითი რომ მათ ამისთანა არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს ამ დიდებული ადამიანის ხსოვნას
თქვენი მადლიერი ყოველთვის დარჩება ქალბატონო რუსიკო და ამ სკოლის მადლიერი ქალბატონო რიტა და მე ვიგრძენი რომ აქ სულიერება მართლაც მაღალია, აქ სიყვარული მეფობს და სადაც სიყვარულია იქ მართლა ბედნიერება, სულ მრავალშამიერ ასეთი ბედნიერი დღეები. ნათი, ჩაიბარე ნათია, წავედით, მე წავედით ჩემს ეციური? ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მამა ეგნატე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. არაჩვეულებრივი ლამაზი ეზო ჩვენი თამარ მეფის ტაძრის და მე კიდევ ყველას მადლობას ვუხდით, მაგრამ განსაკუთრებით გაუსწინოთ მადლობას ვუხდით. ისე მეგობრულად წავიდნენ გვერდით და ისე დაყრიალებდნენ, რომ არ ვიცი რა შემოსწავლია მადლობა. Venga, a ver,